საღამომშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? კარგ საღამოს გისურვებთ ყველას. დღევანდელი ჩართვა მინდა დავიწყო თემით სიტუაცია, სადაც ერთი ადამიანი, ურთიერთობებზე მოგსაუბარი, ერთი ადამიანი გადაკიდებულია, ასე ვთქვათ, ცუდად, მიჯეჭვულია არაჯანსაღად მეორე პიროვნებაზე, რომელსაც მასთან არ უნდა ურთიერთობა. დამეთანხმებით, რომ ამაზე საშინელი მომენტი იმ პიროვნებისთვის, რომელსაც არ უნდა ურთიერთობა, ძალიან მე მგონი არ არსებობს ამაზე საშინელი მომენტი, ხო? და პიროვნებას, რომელსაც არ უნდა მეორესთან ურთიერთობა და ეს ადამიანი აძალებს, ასე ვთქვათ, არის ძალიან სტრესული, დამთრგუნავი ამ პიროვნებისთვის. ძირითადად უფრო მეტად ქალებს ემართებათ ხოლმე. ქალები ვარდებიან ასეთ მდგომარეობაში, ასეთ არაჯანსაღ არაჯანსაღად დამოკიდებული მოქმედება აქვთ ხოლმე ქალების მიმართ, მამაკაცებს რატომღაც, თუმცა პირიქითაც ხდება, მაგრამ იშვიათად ძალიან. და ვფიქრობ და მივმართავ იმ პიროვნებებს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ დააძალონ ვინმეს მასთან ურთიერთობა და ამას არქმევენ სიყვარულს. გეტყვით მეგობრებო, ჯერ იმას, რომ დამეთანხმებით ალბათ ყველა, რომ ეს ამ მდგომარეობას არანაირი კავშირი არ აქვს გრძნობებთან და სიყვარულთან. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანმა ვერ მიიღო ის, რაც სურდა მეორე პიროვნებისგან და იმხელა ისეთი დიდი ეგო აქვს და ისეთი არაჯანსაღი ფსიქიკა, რომ სანამ იმას არ მიიღებს, რაც თვითონ სურს, არის გადაკიდებული ამ პიროვნებასთან. ამ დროს მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი პროცენტით ხდება ესეთი სიტუაციები ქალების მიმართ, რაც ჩემი აზრით დიდი ტრაგედია არის ქვეყნისთვის. დიდი ტრაგედია არის ქართველი ქალებისთვის და იმისთვის, რომ გაგიჩნდეს კიდე სურვილი, რომ ენდო სხვა ადამიანს. გაგიჩნდეს კიდევ სურვილი, რომ ურთიერთობაში შეხვიდეს სხვა პიროვნებასთან. შეიძლება ის სხვა საერთოდ არ იყოს ესეთი და პირიქით ძალიან ჯანსაღი პიროვნება იყოს და ძალიან აბსოლუტურად სხვა წინა პარტნიორისგან განსხვავებით, მაგრამ ქალებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილი აი ასეთი ურთიერთობები, თუნდაც მეუღლესთან, თუნდაც შეყვარებულთან, ან ხდება ისეთი სიტუაციები, სადაც არის ახალი დაწყებული ურთიერთობა, უბრალოდ გოგოს არ მოსწონს, აღარ მოსწონს, რაღაცაები შეატყო ისეთი, რომ არ მოეწონა ამ პიროვნებაში და გადაწყვიტა დაასრულოს ურთიერთობა, რომელიც ჯერ ისეთ სერიოზულ დონეზე არ არის განვითარებული და ამ დროს შეიძლება ამ მამაკაცს გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა ისეთი, რომ ანუ მე ამას ვეძახი, ასეთ ურთიერთობას ვეძახი გადაკიდებულს, არ ვიცი. ანუ ყველაზე კარგად ეს სიტყვა მიუსადაგე, რომ ადამიანი რომ გადაგეკიდება, ამაზე დიდი ტრაგედია არაფერი, ანუ ძაღლი რომ გამოგეკიდოს, მაგას უფრო იოლად მოიცილებ, ვიდრე გადაკიდებულ ადამიანს. და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე კანონიერი ჩარევები, შემდეგ ეს შემაკავებელი ორდერები და ასე შემდეგ, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან პირიქით აღიზიანებს ასეთ დამნაშავეს, ფსიქოლოგიური მოძალადეა, ხო, ჩვეულებრივად ასეთი პიროვნება, ფსიქოლოგიური მოძალადე, რომელიც უზრუნავს თავისუფლებას, მოქმედებს
ფსიქოლოგიურად ქალბატონზე ტერორში ყავს ეს ქალბატონი ასევე ემუქრება შეიძლება საერთოდ არაფრის გამკეთებელი არ იყოს ეს პიროვნება, მაგრამ იმ დონეზე დიდი მანიპულატორია და ისე შეუძლია ადამიანის ფსიქოლოგიურად დამორჩილება, რომ ჩვეულებრივად ქალბატონი აღმოჩნდება ხოლმე მსხვერპლის როლში. სამწუხარო რეალობაა ის, რომ საქართველოში ძალიან მომრავლდა ასეთი ტიპის მამაკაცები, არ ვიცი მიზეზი რა არის. თუმცა რაღაც დოზით ვხვდები მაინც, რომ მამაკაცებმა დაკარგეს თავიანთი ადგილი საზოგადოებაში. მე ესე ვფიქრობ, საზოგადოებაში, ურთიერთობებში და ვეღარ ხვდებიან იმას, რომ ურთიერთობებში თვითონ უნდა გქონდეთ როლი ისეთი, რომ იყვნენ ქალბატონების მფარველი. პირიქით და არა მტერი მათი, ხო? თუ უნდათ ქალთან თავიანთ საყვარელ ქალბატონთან ყოფნა, უნდა იყვნენ მათი ზურგი, მათი კედელი, მათი მფარველი, ხო? რომ მისი ნდობა ჰქონდეთ ქალბატონებს და არა პირიქით, რომ ეშინოდეთ მათი. ზოგიერთი არის ისეთ მდგომარეობაში ზოგიერთი ქალბატონი, რომ ქმარი არის, მისი ქმარი ასეთი ფსიქოლოგიური მოძალადე და იმ დონეზე ტერორში ყავს ფსიქოლოგიურად თავისი მეუღლე ამ მამაკაცს, რომ ქალბატონს ჩვეულებრივი შიში აქვს თავისი მეუღლის. ზოგიერთ ქალბატონს მის გვერდით დაძინებაც არ უნდა, იმის გამო, რომ ეშინია რამე არ დამართოს. ხო და ეს ძალიან მინდოდა ამ საღამოს გამეჟღერებინა ეს საკითხი. ცოტა არასასიამოვნო საკითხია. საღამოს სალაპარაკო თემა არ არის, ვფიქრობ, იმიტომ რომ მაინც ისეთი საკითხია, რომ დააღონებს ადამიანს, კარგ ხასიათზე ნამდვილად არ დააყენებს, მაგრამ გამიჩნდა სურვილი, რომ აი ამ საღამოს მესაუბრა ამ საკითხზე, რომელიც ძალიან ბევრ ქალბატონს აწუხებს და ძალიან ბევრი კლიენტი მყავს ისეთი, რომელიც არის ან იყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ნუ პლუს სხვა ძალადობები შედის ამ ასეთ მამაკაცთან ურთიერთობაში, მაგრამ ამ წუთას მაქვს ამაზე საუბარი. ადამიანი, ქალბატონი, რომელსაც უნდა თავის პარტნიორთან ურთიერთობის დასრულება, მაგრამ ის არის ისეთი ჩაციკლული და გადაკიდებული ამ ქალბატონზე, რომ ვერაფრით ვერ იცილებს. აი რაც არ უნდა გააკეთოს, ვერ იცილებს. ამიტომ მეგობრებო, ყველაზე პირველი რაც უნდა გააკეთოთ ასეთ ურთიერთობებში, როდესაც უკვე პირველადვე შეატყობთ თქვენს პარტნიორს, რომ გადადის მისი ქცევები ძალადობრივში და ეს არ გამომდინარეობს რაღაც სიყვარულიდან და თქვენ თავისუფლება გეზღუდებათ, თქვენ თავისუფლად სუნთქვის უფლებაც არ აქვთ თითქოს, თქვენ გაიძულებენ მასთან ურთიერთობას, ხო? ეს არ არის თვალის დასახუჭი. ანუ არაუშავს გაიბლის, ცოტა ხანი და გადაუვლის, ესეთი რაღაც არ გადაუვლის. ანუ თავიდანვე როცა შეატყობთ, მაშინვე უნდა გაამახვილეთ ყურადღება, რაც მთავარია, არ უნდა დამალოთ და არ უნდა შეგრცხვეთ ამ ყველაფრის. ძალიან ბევრი ქალბატონია ისეთი, რომ უჭირთ ამის აღიარება, რცხვენიათ საზოგადოებაში ამაზე საუბარი, რომ მისი პარტნიორი, მისი მეუღლე
ზოგს ისე ყავს პარტნიორი ფარულად, რომ სხვებმა არც იციან, ხო? ბევრმა თავის ოჯახის წევრებმაც არ იციან და უჭირთ ამაზე საუბარი, მაგრამ ის უფრო დიდი გასაჭირი იქნება შემდეგში, რაც ამას მოყვება, ვიდრე ის, რომ თავის დროზე თქვათ, ხმამაღლა, გააჟღეროთ ეს საკითხი, რომ პიროვნება თქვენ თავისუფლებას გიზღუდავთ და არ გაძლევთ შანსს, რომ მისგან შორს იყოთ, აუცილებლად უნდა გააჟღეროთ ხმამაღლა, უნდა უთხრათ საზოგადოებას, ანუ არ ვიძახიო ხმამაღლა ყველასთან გამოაცხადოთ, მაგრამ ადამიანები, პიროვნებები, რომლებიც არიან თქვენს გარშემო ისეთი, რომლებსაც ენდობით, ოჯახის წევრები, მეგობრები, აუცილებლად უნდა უთხრათ მათ, რომ ადამიანები იყვნენ ურადღებთ თქვენს მიმართ, დაგიცვან და გამოჩნდება ისეთი პიროვნება, რომელიც აუცილებლად მოახდენს ამ ყველაფერზე რეაგირებას. ხო, სულ ეს იყო, აღარ გავაგრძელებ მეტს. ძალიან დიდი საკითხია და დიდი თემა და შორს დაგვიყვანს ძალიან ამაზე საუბარი. უბრალოდ ძალიან მინდოდა, მქონდა ისეთი სიტუაციები დღეს კლიენტებთან, რომ აუცილებლად რაღაცა ვიგრძენი, რომ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი. და სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს. კარგი, დავიწყოთ. ცოტა პოზიტიურზე გადავიდეთ ახლა. დავიწყოთ დღევანდელი გაშლა. კომენტარებში იყო ასეთი საკითხი, თემა გაჩერებული ურთიერთობა, როგორ გაგრძელდებაო და მოდი გავიგოთ აბა. ურთიერთობა, სადაც არის პაუზა, თუ გაგრძელდება. ჯერ გავიგოთ თქვენ ვინ ხართ და ის პიროვნება ვინ არის, რომ მიხვდეთ რამდენად რეზონირდება თქვენზე, ხო? ვინ ხართ თქვენ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, აბა ვნახოთ. მეგობრებო, ამ წუთას თქვენ ხო, ვინც ამ ვიდეოს მიყურებთ, საკმაოდ იცით როგორ შინაგანად დაცლილად გრძნობთ თავს, აი ფონი ეგეთი გაქვთ რაღაცნაირი, აი რაღაცა შინაგანი სულიერი სიღარიბე გაქვთ, რაღაც აი ძალიან მარტოსულად გრძნობთ შეიძლება თავს. შეიძლება ბევრ ხალხში ტრიალებდეთ, მაგრამ აი თითქოს თქვენი არავის არ ესმის და მარტოდ გრძნობთ თავს, ძალიან სამწუხაროდ. აი ესეთი შეგრძნებები გაქვთ ახლა. ასევე ძალიან გაორებული ხართ, არ იცით თითქოს რა გადაწყვიტოთ, რა იფიქროთ, იმოქმედოთ, არ იმოქმედოთ. ეს ეხება კონკრეტულად იმ საკითხს, ანუ სასიყვარულო საკითხს. ფიქრობთ, რადგან ესეთი ეტყობა დაპაუზებული ურთიერთობა რომ გაქვთ, რადგან ამ საკითხზე ვშლით ახლა, ესა ძალიან დიდი გადაუწყვეტლობა გჭირთ, ხო? აი ფიქრობთ, დაიწყოთ რამე ახალი ამ ურთიერთობაში თქვენი აქტიუროთ, დაელოდოთ მას, მაგრამ რეალურად შანსი გინდათ ამ ურთიერთობაში ძალიან, გინდათ რომ თავიდან დაიწყოს ყველაფერი. ხო, აი ესეთ სიტუაციაში ხართ, ასეთ მდგომარეობაში ხართ ახლა და შეყვარებული ხართ, მინდა გითხრათ, რომ აი გრძნობთ, რომ გიყვართ, ანუ რაღაცა ესეთი
ემოციები გაკავშირებთ ამ პიროვნებასთან და ამიტომაც გეფიქრებათ თავიდან დაწყებაზე, ურთიერთობის თავიდან დაწყებაზე. კარგი, მოდი ვნახოთ, ვინ არის ის ადამიანი ეხლა რა სიტუაციაშია და ვინ არის საერთოდ. ვინ არის ის ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ? გავიგოთ. ვინ არის ის პიროვნება, ვინც ეხლა თქვენ ჩაიფიქრეთ, რა სიტუაციაშია ეხლა და ვინ არის? პიროვნება საკმაოდ როგორ მდგომარეობაში ხართ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? ვიღაცების თვის შეიძლება თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება იყოს მიწის სტიქიის წარმომადგენელი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს დიდად. უბრალოდ შეიძლება იყოს გადართული და ორიენტირებული შემოსავლებზე, უფრო ძირითადად მუშაობაზე და აი ძალიან მატერიალისტი იყოს რა, აი მატერიალისტი ადამიანი, მიწიერი რაღაცა, ну ემოციებზე ნაკლებად აყოლილი პიროვნება. გარედან ასე გამოხატავს, რომ თვითონ ნაკლებად განიცდის ან რაღაც ეს არ უყვარს გამოხატვა, აი ძალიან ფარულია რაღაცნაირი დაფარული აქვს ეს საკითხი რა, ანუ არ უყვარს ემოციების გამოხატვა და გარედან ჩანს ძალიან დაბალანსებული პიროვნება, მაგრამ ხო ასევე ვიტყოდ იმას, რომ შეიძლება ითქვას, რომ აი ორიენტირებული ხარ ამ მუშაობაზე, თანხების გამომუშავებას რაღაცა, ხო? ასევე შეიძლება რეზონდეს ვიღაცაზე ისე, რომ აი რაღაც თქვენზე კითხულობს რაღაცებს, აი სულ რაღაცები აინტერესებს, ხო? რაღაცა ისე ასეთ სიტუაციაშია ეს პიროვნება. და მუშაობაზეა გადართული, მოკლედ. და მაგრამ ეს გარედან, მაგრამ შინაგანი მისი მდგომარეობა არის ისეთი, რომ უნდა ძალიან ახალი დასაწყისები, რაღაცა ახალი დაიწყოს უნდა მის ცხოვრებაში, მაგრამ რადგან ასე არ ხდება, ძალიან აი დეპრესიულად, ცუდად, აი მელანქოლია, სევდიანი, რა ვიცი რა, რაც კი სიტყვა არსებობს ესეთი სევდასთან დაკავშირებული, ყველაფერი აწუხებს ამ ადამიანს, რადგან ძალიან დიდ გრძნობებშია, აი თითქოს ვეღარ იტევს ამებს, აი ვეღარ ფარავს თითქოს, ხო ეგეთი ტიპია, რომ არ უყვარს გამოვლენა და რაღაცა, ხო, მაგრამ უკვე ისეთ მდგომარეობაშია, ძალიან ცუდად არის და ვეღარ მალავს თავის ემოციებს. აქვს სურვილი, ფიქრობს ამაზე, ყოველ შემთხვევაში მოქმედებები ჯერ არ ჩანს, მაგრამ სწრაფი მოქმედებები არ ჩანს, ფიქრობს, რომ უნდა დაიწყოს რამე ახალი, უნდა მოვიდეს ეს ემოციის ფონზე აქ ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ასეთი ჯერ რო აი უკვე მოქმედებს, ესე ჯერ არ ჩანს. აი, თუმცა ფიქრებში აქვს ეს მოქმედებები. მოდი ვნახოთ ახლა, რამდენად განვითარდება ეს ურთიერთობა.
რამდენად განვითარდება ურთიერთობა თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებასთან, რომელთანაც ახლა გაჩერებულია, დაპაუზებულია ურთიერთობა. ვიტყოდი იმას, რომ საერთო ფონი გაქვთ ისეთი ორივეს დეპრესიული, ძალიან დეპრესიული, ხო, რაღაც ძალიან სევდიანები ხართ ორივე ამ ურთიერთობის გამო. კარგი, რამდენად განვითარდება ეს ურთიერთობა თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებასთან? უფ. მეგობრებო, ეს ამ ურთიერთობაში ესე განდეგილი ყოფნა, მარტო ყოფნა დასრულდება აუცილებლად, რადგან თქვენ შორის არის ძალიან დიდი კავშირი, ვნება, აი ვიტყოდი ცოტა არაჯანსაღი მიჯეჭულობა, იმიტომ რომ აქ ემოციას ვერ ვხედავ, უფრო მეტად არის ემოციაზე მეტი არის ვნება. და ეს მიჯაჭვულობა ორივეს, რადგან გაქვთ ერთმანეთის მიმართ იმხელა ბრძოლები გაქვთ, იმას განსაკუთრებით ისეთი ბრძოლები აქვს საკუთარ თავთან, რომ საბოლოოდ, აი წეღანაც ხო ვთქვი, რომ ძალიან ემოციებს ვეღარ იკავებს, ხო? საბოლოოდ გადაწყված, რომ მოქმედებებში გამოავლინოს ეს ყველაფერი და უცებ, აი ძალიან სწრაფად ექნება აი ესე თითქოს როცა არ ელოდებით რაღაცა ესე გამოიშხვილებს სიტყვა მომივიდა უცებ და ესე სწრაფად მოგადგებათ და სწრაფად მოინდომებს ურთიერთობის და მოინდომებს ახალ დასაწყის. ვერ ვიტყვი რომ რაღაცა სერიოზული ჯერჯერობით აქ არ ჩანს, ახლა კიდე დავამატებ გავაგრძელებ გაშლას, ჯერჯერობით არ ჩანს რაღაცა სერიოზული ნაბიჯები, რადგან ეს ადამიანი პაჟის ენერგიებში ამოდის, ესე ბავშვურად, მხიარულად, ვითომც აქ არაფერი, რაღაც ესე დაბრუნდება, მოგწერთ ან შეხვედრას მოგთხოვთ. კაცრავად მომიწია დაპაუზება, როცა ვწერ მეზობელი კედლებიდან, მაშინ ისე ისმის ხმები ამ სახლში, არ ვიცი. კარგი. აქაც ჩანს, რომ ეს ადამიანი საკმაოდ ჩამოუყალიბებელი პიროვნება არის. ხო, ამ ურთიერთობაში და ისედაც ზოგადად შეიძლება თქვენზე ასაკით ცოტათი პატარა იყოს. ესეც რეზონირდება ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ თქვენ ბევრად შეიძლება ამ ურთიერთობაში ბევრად ჩამოყალიბებული ხართ ვიდრე ეს პიროვნება. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ბრძოლები აქვს საკუთარ თავთან. კარგი, გავაგრძელოთ აბა, მოდი. რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს პიროვნება თქვენსკენ? ნაბიჯები ექნება, მეგობრებო, საკმაოდ სუყე. გავაგრძელოთ კიდევ. საინტერესოა. საკმაოდ დიდი ნაბიჯები, ესე ვიტყოდი, რადგან დაასრულებს აი ამ დეპრესიულ მდგომარეობას, რაც ორივეს გაქვთ, ბევრს გააკეთებს ამისთვის, მინდა გითხრათ, და აი აბსოლუტურად შეცვლის, აბა რას შეცვლის?
საინტერესოა. აი თვითონ წაღან ხომ ამოვიდა იმაში პენტაკლების მეფედ, ანუ დახასიათებაში ხო და თქვენ ახლა ამოხვედით პენტაკლების დედოფლად. ანუ ეს ადამიანი ცვლის სიტუაციას, თუ ადრე მართლაც არასტაბილური რაღაც არაჯანსაღი სიტუაციები გქონდათ ურთიერთობაში, აი ეს ყველაფერი აბსოლუტურად ტრანსფორმირდება, აი კოშკი ინგრევა და შემოდის ძალიან დიდი სტაბილურობა. სიყვარული, გაგება ერთმანეთის მიმართ, რაღაც თითქოს ბედით ხართ დაკავშირებული ერთმანეთთან და ეს პიროვნება თავის ხელში აიღებს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით ანუ ქმედებებს, თავარ როლში ეს პიროვნება იქნება, ადრე თუ არ იღებდა პასუხისმგებლობას, ეხლა აიღებს ეს პიროვნება, ცოტა შეიძლება манипуляციები ახასიათებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიგიყვანთ ბედნიერებამდე. ძალიან ბევრი ცხრიანი ამოვიდა ამ გაშლაში და ანუ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებები დასრულება ხდება ძველის და ახლის დასაწყისი, ხო? რაღაცის სისრულეში მოყვანა. დასრულება იმ ხმლების ცხრიანის, რა ცუდ მდგომარეობაშიც იყავით და დასრულება იმის ხარჯზე, რომ კვერთხების ცხრიანით ძალიან ბევრს გააკეთებს ეს პიროვნება და შედეგსაც მიიღებს და შედეგი იქნება თასების ცხრიანი, ანუ ბედნიერება იქნება შედეგი, დადებითი ემოციები და ბედნიერება. კიდევ რა იქნება შედეგი აი ამ ურთიერთობის. აი მეგობრებო, თავშიაც ამოვიდა თქვენი გაურკვევლობის, თქვენი გაორების დასრულება. აი ეს იქნება შედეგი. აი დაფარული და ისეთი გაურკვეველი სიტუაციების დასრულება, მეგობრებო, ძალიან ემოციური ფონი თუ გქონდათ, იმის დასრულება. და ეხლა რომ ხართ ორივე გატრიალებული ერთმანეთისგან, მაგრამ ემოციები ერთმანეთის მიმართ გააქვთ მაინც, აი ამის თავიდან, ამ ემოციების თავიდან გაღვივება და თავიდან დაწყება ყველაფრის. კიდევ რას მოგიტანთ ეს ურთიერთობა, ხო? საინტერესოა. მოგიტანთ იმას, რომ თავს იგრძნობთ იმპერატორ ქალად, იმპერატრიცად, ქალად, რომელიც არის პიროვნებისთვის მთავარი, ან თქვენი მამაკაცისთვის იქნებით მთავარი ქალი, ვიღაცისთვის მეუღლე. შეიძლება ქორწინებითაც დასრულდეს ვიღაცასთან ეს ურთიერთობა, რადგან იმპერატორი ქალი ამოვიდა. ვიღაცასთან რას მოგიტანთ და თუ ქორწინებით დასრულდა შვილებსაც მოგიტანთ, თუ მოგიყვანთ ეს ურთიერთობა და მოგიტანთ ასევე რას? ეხლა თუ გაწუხებთ თავდაუჯერებლობა, უშანსობა ცხოვრებაში და გგონიათ, რომ აი აქედან არაფერი არ გამოვა ამ ურთიერთობიდან, რეალურად მოგიტანთ ამ ურთიერთობაში დიდ წარმატებას, თავდაჯერებული ქალი იქნებით. შეიძლება ვიღაცები წარმატებულიც იყოთ პროფესიის, კარიერის მხრივ, საზოგადოებაში ვიღაცები შეიძლება ცნობილებიც გახდეთ, ან თუ ახლა ხართ და ცოტა დაპაუზებული გაქვთ ეს სიტუაციები, აღადგინოთ ეს ყველაფერი და თავი ძალიან თავდაჯერებულად და კარგად იგრძნოთ, აი წარმატებას მოგიტანთ ეს ურთიერთობა, გარდა იმისა პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაშიც. საკმაოდ კარგი პროგნოზია, მე ვფიქრობ. კიდევ რას მოგიტანთ ეს ურთიერთობა? აბა გავიგოთ და დავასრულოთ. შემდეგ კიდევ რას მოგიტანთ ეს ურთიერთობა?
აი მეგობრებო. შეიძლება ვიღაცებთან რეზონირდება ასევე როგორ იცით, რომ თუ ეხლა ურთიერთობა დასრულებულია იმის გამო თქვენი მხრიდან, რომ ფარულობაში იყავით და ეს ადამიანი არ გაჩენდათ, დასრულდება, განულდება ეს სიტუაცია და თქვენ ეს ადამიანი ანუ საზოგადოებას გააცნობს თქვენს თავს ეს პიროვნება, რადგან ეხლა მისთვის ხართ რაღაცენი მოგონება და ანუ თითქოს მოგონებათაც ვერ გიშვებთ, იმიტომ რომ არ გიშვებთ ეს ადამიანი ემოციებით რა, აი თქვენზე არის მოჯაჭვული ისევ, თქვენ გთვლით ძალიან ჭკვიან, გამოცდილ ადამიანად, ვიღაცები შეიძლება ანუ ისე პირველი ოჯახი გქონდეთ დაანგრეული, ანუ ხო, ქალბატონები ვინც მიყურებთ, მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა, განათხოვარი იყოთ, ან ცოლ-განაშვები, ხო, ესე ითქმება სწორად და გამოცდილი რა ურთიერთობებში უფრო მეტად, ამიტომ ვთქვი, რომ ის პიროვნება შეიძლება წეღან ხომ ვახსენე, რომ შეიძლება თქვენზე ასაკით ცოტა პატარა იყოს და ამიტომ იყავით ფარულობაში თავიდან ამ ურთიერთობაში და აი ეს ურთიერთობის დაპაუზება მოგიტანთ იმას, რომ ეს ადამიანი იმ დონეზე მიხვდება, რომ თქვენზე არის შეყვარებული, რომ ამ ფარულობიდან გამოგიყვანთ და საზოგადოებას გააცნობს როგორც სერიოზულ ურთიერთობას თქვენთან, ანუ თქვენთან დაამყარებს სერიოზულ ურთიერთობას ეს პიროვნება. ამას მოგიტანთ აი ეს ურთიერთობა და ძალიან მიხარია. დავასრულებ მეგობრებო დღევანდელ გაშლას. ჩვეულებრივზე დიდხანს გამომივიდა დღევანდელი ჩართვა. მე ხო ძალიან დიდხანს არ ვაკეთებ ხოლმე გაშლებს, მაგრამ დღეს ესე გამომივიდა. და კიდევ დავამატებ იმას, რომ რაც თავში ვისაუბრე და თუ ვინმე ხართ აი ამ მდგომარეობაში და გიჭირთ, მინდა გითხრათ, რომ გამოსავალი არსებობს. საშველი არის, მეგობრებო, საშველი არის ის, რომ თავარია თქვენი მოქმედოთ, თქვენ უშუალოდ საკუთარ თავებს სხვების დახმარებით, ეს ყველაფერი გააჟღეროთ. თუ ვინმეს დაგჭირდებათ ამ საკითხში, ჩემი დახმარება, შეგიძლიათ მომმართოთ, ტელეფონის ნომერი მითითებული მაქვს, მაგრამ აქაც გავაჟღერებ 591 16 33 35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე მომწერეთ და ჩემთან სესიები ძალიან ბევრ ამას ნათლად დაგანახებთ. კოუჩინგურ სესიებზე მაქვს საუბარი, მე მოგეხსენებათ ტრანსფორმაციული კოუჩი ვარ, ასევე მეტაფორული ბარათებითაც ვმუშაობ, ტაროსაც ვიხმარიებ სესიების დროს, მოკლედ ძალიან მრავალფეროვანი სესიები გვექნება. და ვისაც გჭირდებათ ამ ყველაფერში გარკვევა, საკუთარ თავში გარკვევა, ურთიერთობებში გარკვევა და ესეთი არაჯანსაღი ურთიერთობების ამ პიროვნებების თავიდან მოცილება და ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და ერთობლივი ძალებით დავასრულოთ ეს მტანჯველი სიტუაციები თქვენს ცხოვრებაში. წარმატებებს გისურვებთ ყველას, რომ ბედნიერები იყოთ. არც ერთი წამი არ დაკარგოთ უბედურად ყოფნაში, რადგან მოგვეხსენება, რომ ძალიან სწრაფად გადის დრო და ძალიან დიდი ტრაგედიაა, როდესაც უკან გაიხედავ ცხოვრების განვლილ წლებს გადახედავ და აღმოაჩენ, რომ ბევრი დრო გაქვს დაკარგული უაზრობაზე, ფიქრებში, ნერვიულობაში და ძალიან გული დაგწყდებათ ამ დროს. გული დაგვწყდება, ჩემ თავსაც მივათვლი, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ,
და ყველას გვემართება ასეთი სიტუაციები. ყველა ადამიანს ემართება. მთავარია თავის დროზე მივხვდეთ და ვიზრუნოთ საკუთარ თავებზე. გამოვასწოროთ და მოვუაროთ, ვუშველოთ საკუთარ თავებს. დაგემშვიდობებით, კარგ საღამოს გისურვებთ, დროებით.